უპირველესად მინდა აღნიშნო, რომ ჩვენი უწმინდესი პატრიარქი, როდესაც ის პატრიარქი გახდა, მე ჯერ დაბადებულიც არ ვიყავი. აქედან გამომდინარე, გარკვეულ უხერხულობასაც ვგრძნობ ისეთი ადამიანის პატრიარქობის მოღვაწეობაზე და საპატრიარქო საქმიანობაზე ისაუბრო, რომელიც უკვე ნახევარი საუკუნეა შეიძლება ითქვას ამ საქმიანობას ეწევა. ამიტომ მე ვერ გავუკადენიერდები და რაღაცა ფართო მასშტაბებით ვერ ვისაუბრებ მის საპატრიარქო საქმიანობაზე. ამაზე ალბათ ის ადამიანები უფრო უკეთესად ისაუბრებენ, ვინც მისი პატრიარქობიდან მოყოლებული მის გვერდით იყო და ყველა ესეთი დეტალი იცის. თუმცა მე პირადად, როგორც უფრო ესე ვთქვათ, ახალგაზრდა თაობის სამღვდელოების წარმომადგენელმა, რა შემიძლია გავიხსენო. უპირველეს ყოვლისა, ჩემთვის რაც ყველაზე ძვირფასად გასახსენებელია, აი პატრიარქთან შეხების პერიოდებიდან, მე ჯერ თქვა სტიქაროსნობის პერიოდში მომიწია პატრიარქთან ესეთი ფრაგმენტული შეხებები, მე სხვა ტაძრის სტიქაროსანი ვიყავი, მაგრამ აი თქვა დღესასწაულებზე, როცა თქვა ერთ-ორჯერ ჩვენს ტაძარშიც იყო მოსული, წმინდა ნიკოლოზის ტაძარში. მე რამოდენიმეჯერ პარაკლისის გადახდაზე მომიწია მასთან შეხება და ყოველთვის რაღაცა განსაკუთრებული შთაბეჭდილებას ახდენა პირადად ჩემზე, მაგრამ უფრო მეტად მინდა გავიხსენო მისი რექტორობის პერიოდი თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში. და მე მინდა ღმერთს მადლობა გადაუხადო, რომ იმ პერიოდში მომიწია მე სტუდენტობა ჯერ სემინარიაში, მე აკადემიაში, როცა პატრიარქი უწყებოდა აი ამ სასწავლებელს და ერთი ესეთი ეპიზოდი მინდა გავიხსენო, რომ ის გვავალებდა ყოველ კვირაში თითო წიგნი უნდა წაგვეკითხა კლას გარეშე, რაიმე მხატვრული წიგნი. და გვაგიხსენებათ ახლა რომ ისედაც დატვირთულები ვიყავით სასწავლო პროგრამით და ბევრმა სტუდენტმა ვერ მოახერხა, რომ ერთ კვირაში ეს დავალება შეგვესრულებინა, მოიკითხა პატრიარქმა, რომ აბა შემოვიდნენ და ისაუბრონ, ვინ რა წიგნი წაიკითხა. ჩვენ რომ მოახსენეთ პრორექტორს, რომ მზად არ ვიყავით, პატრიარქს მოახსენა და მან დაგვიბარა თავის ოთახში, ახლა დღევანდელი რექტორის ოთახში, რომ გამოიკითხა, რატო არ წავიკითხეთ წიგნები და ახლა იქ ბევრი ბავშვი შევედით, მე მაშინ სემინარის სტუდენტი ვიყავი და მე რაღაცნაირად უფრო ცოტა გვერდით დავდექი, რომ გამოსაჩენი არ ყოფილიყავი და გადახედა ყველა სტუდენტს და მაინც მე დამადო თითი და მე მკითხა შენ წიგნი რატო არ წაიკითხეო და მე ვუთხარი რომ სამწუხაროდ დრო არ ქონდა რომ გადატვირთული ვიყავი და შენ რა შექვია დრო არ ქონდა მაგის მეტი რა დრო უნდა ქონდეს ძალიან შემწყვეტა ამით რისი თქმა მინდა რომ ძალიან დიდი მუხტი მოგცე იმისა ანუ დაინტერესება ლიტერატურით წიგნების კითხვით და მე მინდა გავიხსენო რომ პატრიარქის ყოველი აქ მოსულა ყოველთვის იყო ძალიან ისე თქვა დიდაქტიკური და არა გამომხნევებელი. ახლა ისედაც სტუდენტობა რთული პერიოდია. ზოგადად ახლა ყველას პირად ცხოვრებაში რაღაცა კრიზისები აქვს, ხარვეზები აქვს და ასე შემდეგ და აი პატრიარქთან შეხვედრის დროს ყოველთვის რაღაც ახალი მუხტი მოდიოდა. ისეთი ციტატები მოყავდა თქვა ძველი ფილოსოფოსების ან გამონათქვამები, რითაც ჩვენში აი ამ მუხტს და ინტერესს სწავლისადმი და წიგნისადმი ძალიან ზრდიდა. ჩვენ ახლა მაინც პატრიარქს დისტანციით რო უყურებთ, ხო გარკვეული მოგზაურობა და თითქოს სერიოზული კონტრასტია ჩვენსა და მას შორის, მაგრამ სულ სხვანაირია პირად ურთიერთობებში. აი ამაზე მინდა სწორედ ხაზი გაესვას, რომ შეიძლება გარკვეულ კუთხით ის შეიძლება რაღაც ოფიციალურადაც მოიქცეს ადამიანთან, შეიძლება რაღაც კაცრიც იყოს, მაგრამ აქ ძალიან უშუალო ურთიერთობა და რაც თავარია, იგრძნობა მისგან სიყვარული და ადამიანის დაფასება. ეს ძალიან ღირებულია. პატრიარქთან თავს დათრგუნულად ვერ იგრძნობ. აი ვერ იგრძნობ შენ მასზე ქვემოთა ხარ, რაღაცა დათრგუნული ხარ, ან რაღაცას თქვათ, არ პირიქით შენამდე ჩამოდის მაქსიმალურად და გრძნობ, რომ როგორც თანასწორს ესე გესაუბრება. ანუ მისია ეს ერთ-ერთი მთავარი წამყვანი რაც არის, რომ მიუხედავად ამხელა სტატუსის ადამიანია, როგორც პიროვნული ღირსებით ისე სტატუსით, ხომ? ყველა ადამიანთან შეუძლია იყოს უშუალო და იმ ადამიანის ენაზე ისაუბროს, ვისთანაც აქვს კონტაქტი. ესე ძალიან გამორჩეულია ამის, ასე ვთქვათ, პიროვნებაში და ურთიერთობაში. ახლა კიდევ ამბობ, პატრიარქის ღვაწლი მრავალმხრივია. ძალიან რთულია ამაზე ამოწურავად ისაუბრო, მაგრამ პირადი ჩემი დამოკიდებულება და შთაბეჭდილება პერსონალურად ჩემგან, რაც მე მინდა, ასე ვთქვათ, გამოვყო, აი მისი მუდმივი პერმანენტული მოწოდება ახალგაზრდებისა, წიგნების სიყვარულისკენ, წიგნების კითხვისკენ, განათლებისკენ. მე მინდა გავიხსენო, რომ არაერთი ქადაგება აქვს პატრიარქს მიწყვნილი სამების თუ სიონის ამბიონიდან, ზოგადად ერის მიმართ, რომ აი ყველამ პირადი ბიბლიოთეკა უნდა შექმნას, წიგნები უნდა იკითხოს ხალხმა, აკადემიური განათლება მიიღოს, რომ აზროვნება ისწავლოს. აი შეიძლება ეთქვას, ყოველთვის ხალხს მოუწოდებდა აზროვნებისაკენ. ხა ბევრი შეიძლება ვერც მიხვდეს, რომ რა არის ამაში განსაკუთრებული, რომ კი რა თქმა უნდა ვიაზროთ ასე შემდეგ, მაგრამ აი ჩვენ თუ დავაკვირდებით ქრისტიანობა ეს არის აზროვნების რელიგია.
ეს არ არის ესეთი რელიგია, სადაც უბრალოდ გჯეროდეს და მორჩა. ეს არის აზროვნების რელიგია და შეიძლება ითქვას, რომ პატრიარქის ეს მოწოდება იყო ჯანსაღი ჯანმრთელი ქრისტიანობისაკენ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და აი ამ მხრივ მისი ღვაწლი მართლაც ფასდაუდებელია, რომ თუნდაც ჩვენში ახალგაზრდა თაობაში აი ესეთი მუხტი გააღვიძა და ამისკენ მოგვიწოდა. მე მისი ქადაგებებიდან მახსოვს და ცალკეული შეხვედრებიდანაც, აი როდესაც მიდიოდა სხვადასხვა სასწავლებლებში და სტუდენტებს ხდებოდა პატრიარქი, აი მაგალითებიც კი მოყავდა ცოცხალი, რომ აი თქვა როგორ უნდა ისწავლოს სტუდენტმა, აი როგორ უნდა ჩამოყალიბდეს როგორც მეცნიერი მოაზროვნე და აღნიშნავდა კიდეც აი ძველი მეცნიერების მაგალითებიც მოყავდა, თქვა აი ილია აბულაძის, მიხეილ ჯავახიშვილის, რომ აი ეს ხალხი დღეში ხო თქვა 10, 12, 13 საათი მუშაობდა. და ისიც კი თქვა, რომ ჩვენ დღეს ეს შეუძლებლად მიგვაჩნია და შეიძლება ვერ შევძლოთ, მაგრამ აი საზომი და მოწოდება უნდა იყოს ასეთი. აი ეს ერთ-ერთი თქვა მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული და მეორე მინდა გავიხსენო რა, რომ აი მე უკვე ბრძოლობაში, როცა მომიწია მასთან შეხება, ეს იყო პანდემიამდე პერიოდი, ალბათ 2019 წელი. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ჩვენი პატრიარქი რაც პატრიარქი გახდა, მან მიზნა დაისახა სამი ესეთი მნიშვნელოვანი მისია. საქართველოს ეკლესიის ისტორიული ავტოკეფალიის აღიარება საერთაშორისო დონეზე მართლმადიდებლურ სამყაროში. საპატრიარქო ტიტულის მოპოვება და აღიარება და დიპტიქის საკითხი საქართველოს ეკლესიისა. და ჩვენ ვიცით, რომ 1990 წელს ორი აი ეს პირობა იქნა მიღწეული, რომ სოფლიოს საპატრიარქომ ოფიციალურად თავისი ორი ესე ვთქვათ სიგელით აღიარა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის ისტორიულობა, ნამდვილობა და ჩვენი ეკლესიის მეთაურის საპატრიარქო ტიტული. ახლა აქ მაინც მინდა სმენელს განუმარტო, რომ ჩვენი ეკლესიის მეთაურები სულ კათალიკოსებად იხსენიებოდნენ და საპატრიარქო ტიტული განსხვავებულია საკათალიკოსო ტიტულისაგან და საპატრიარქო არის ყველაზე აღმატებული და ყველაზე უპირატესი, ამაზე მაღალი ტიტული არ არის და პატრიარქმა აი ამ ეს ვთქვათ ეს ორი მისია შეასრულა ნამდვილად. და აი როცა მე შევხვდი მას, პირადად მე გამესაუბრა და ერთგვარი გულისწყობა გამოხატა, რომ იმ სამი საკითხიდან, რაზეც ის ყოველთვის იხსოვა და ორი მიღწეული იქნა და ის მესამე დიპტიქის საკითხი არის მისაღწევიო. მაშინ მე ასე ვთქვათ დავალება მომცა, რომ ჩემი შესაძლებლობის ფარგლებში მომეძია მაქსიმალური ინფორმაცია, რომ რა საშუალებებით, ანუ რა კანონიკურ საფუძველზე შეგვეძლო ჩვენ აი ეს საკითხი გაგვეტანა და მოგვეთხოვა, რომ რაღაცა ისტორიული ადგილი მოგვეპოვა დიპტიქში. ნუ დღესდღეობით ჯერჯერობით ეს საკითხი არ არის გადაწყვეტილი. შეიძლება ითქვას, რომ პატრიარქმა ამითაც გარკვეული მოვალეობა დამაკისრა და პასუხისგებლობა, რა თქმა უნდა, მარტო მე არა, კიდე სხვა ადამიანებსაც, მაგრამ უფრო მეტად გაზარდა ჩემი ინტერესი აი ამ მიმართულებით, რომ ვიმუშავო. აქვე მინდა ხაზზე გავუსვა, რომ არ აქვს მნიშვნელობა ეს საკითხი, როდის გადაწყდება. როცა არ უნდა გადაწყდეს ეს საკითხი, თუნდაც ჩვენი პატრიარქის შემდეგ, ეს მაინც მის ღვაწლად ჩაითვლება და ფასდაუდებელი იქნება ამაშიც მისი ღვაწლი. ერთხელაც მოხდა ისე, რომ მასთან საერთო ტრაპეზზე ვიჯექი, დაინტერესდა ჩემით, მეკითხებოდა რაღაცა ეკლესიის სამართალში, სხვადასხვა საკითხებზე, რაშიც ძალიან დიდი კომპეტენტურობა და დიდი ცოდნა და ინტერესი გამოვლინდა და მან ძალიან გამახარა. და მაშინაც მითხრა, რომ საცაკი ბერძნულ ენაზე კანონიკურ ძეგლებში საქართველოს ინფორმაცია შემხვდება, რომ ეს ყველაფერი მომიგროვებინა და საქართველოს ეკლესიაზე, ასე ვთქვათ, მოგვეგროვებინა მაქსიმალური ინფორმაციები. ანუ ამით ის თქვა მინდა, რომ პატრიარქი ყოველთვის ესე ვთქვათ, ესეთი გლობალური საკითხებით იყო დაინტერესებული და პრიორიტეტების სწორად გადარჩევა იცოდა. რა არის პრიორიტეტული? და საბოლოო დასკვნის სახით მინდა ვთქვა, რომ მე მასთან ბოლოს შეხვედრა ესე პირისპირ საუბარი მომიწია, უკვე პანდემიის პერიოდი იყო, თუ არ ვცდები 2021 წლის შობა. რაღაც ეპისტოლე მზადდებოდა მაშინ, რაღაც ხარვეზები შეიქმნა. და მახსოვს, როდესაც იქ ერთი ეპისკოპოსი უკითხავდა ტექსტს, თან უკვე დაღლილები ვიყავით, ეს იყო ღამის 10 საათი. ღამენათები და ასე შემდეგ. ესე იგი ისეთ ადგილებს იჭერდა იმ ეპისტოლეში, რომ აი მაშინ მივხვდი, რომ არის უაღრესად ძლიერი გონების პატრონი. და შეიძლება ეთქვას, რომ პატრიარქის ღირსებებს შორის, რაც მან თქვა თავისი შრომით მოიპოვა, რითაც ის გახდა ავტორიტეტი ყველა რანგის და ყველა სტატუსის, თითქმის ყველა სტატუსის ადამიანისათვის. აი ეს რაც მისთვის თან დაყოლილი არის, რითაც ღმერთმა დააჯილდოვა, ეს არის მისი განსაკუთრებული ნიჭიერება და ძლიერი გონება. ეს ისეთი რამე, რასაც ადამიანს ვერ წაართმევ. და ამ მხრივ ის არის გამორჩეული და მერც მადლობ, რომ მის პერიოდში მომიწია უკვე ღვთისმსახურება, მასთან ესეთი ფრაგმენტული შეხება, მაგრამ ძალიან ღირებული. და მე მინდა მას დიდხანს სიცოცხლე უსურვო, სიმხნევე, წინსვლა და გამარჯვება და იმ მიზნების მიღწევა ბოლომდე, რაც მას ჰქონდა დასახული თავისი პატრიარქობის პერიოდში.